მოემზადეთ დაუვიწყარი მოგზაურობისთვის. აქ ყოველი კუთხეს ზღაპარს გავს. ეს არ არის უბრალოდ ქვეყანა, ეს არის ემოცია. ეს არის ადგილი, რომელსაც არა მხოლოდ ხედავ, არამედ მთელი გულით გრძნობ. ადგილი, სადაც დრო უბრალოდ ჩერდება. ქვეყანა, რომელიც მუდამ გემახსოვრებათ და სადაც დაბრუნება აუცილებლად ისევ მოგინდებათ. მოგესალმებით შვეიცარიიდან, სილამაზისა და სრულყოფილების ქვეყანაში. მე ვარ ლეო და ჩვენი მოგზაურობა იწყება ქალაქი მონტროდან, რომელიც მდებარეობს შვეიცარიაში საფრანგეთის საზღვართან. მე ვიმოგზავრე მანქანით და თუ თქვენც დააპირებთ, იცოდეთ რომ დაგჭირდებათ ვინიეტი, რომ მისარგებლოთ ავტობანებით. ვინიეტის პასი არც მეტი არც ნაკლები 40 ფრანკია. მისი შეძენა კი შეგიძლიათ მაღაზიებში და ონლაინ. მე პირადად ვიყიდე ონლაინ. ლინკს აღწერაში ნახავთ. მონტროში გაჩერებას არ ვაპირებდით, ამიტომ პირდაპირ ინტერლაკენისკენ გავემართეთ. გზაში გადავწყვიტეთ ერთ-ერთ სასტუმროში გაჩერება და დასვენება, რომ დილით გამოძინებულები ჩავსულიყავით ინტერლაკენში. თვითონ ჰოტელი კი მშვენიერი იყო თავის ხედებით და ასევე ლინკი აღწერაში იქნება. დილით ადრე გავიღვიძეთ, რომ მზის ამოსვლა შევხვედრილიყავით. გამთენიისას ჩავედით და წინ საოცარი სილამაზე დაგვხვდა. აი თავად ნახეთ. ინტერლაკენის შემდეგ ჩვენი მოგზაურობა კიდევ უფრო ზღაპრულ ადგილში გრძელდება, სადაც მოხვედრა ინტერლაკენიდან 15 წუთში შეიძლება მანქანით. და რა თქმა უნდა, ეს არის ლაუტერბრუნენი. მოგესალმებით, ეს კი არის შვეიცარიის ყველაზე ზღაპრული ქალაქი ლაუტერბრუნენი. ეხლა კი შემოგთავაზებთ ვიდეოებს. ნახეთ. ეს არის ადგილი, სადაც ბუნება თავის სრულყოფილ ფორმას გვიჩვენებს. ვიწრო ხეობა, უზარმაზარი კლდეები და ჩანჩქერები. აქ ყველაფერი გავს ზღაპარს, რომელიც რეალობადაა გადაქცეული. ლაუტერბრუნენი არა მხოლოდ შვეიცარიაში, არამედ მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სოფელია. 7 ატმოსფერო, პატარა ხის სახლები და მთებიდან დაშვებული ჩანჩქერები უნიკალურ ხედებს ქმნიან, რაც სიტყვებით ძნელად აღსაწერია. ეხლა კი ამ კლდეში, ჩანჩქერის უკან მოხვდებით, სადაც პატარა ბილიკით არის შესაძლებელი მისვლა. გზაში კი საინტერესო ფაქტებს გეტყვით შვეიცარიის შესახებ. შვეიცარიას 4 ოფიციალური ენა აქვს: გერმანული, ფრანგული, იტალიური და რომანული. შვეიცარიელები ბევრ შოკოლადს ჭამენ. შვეიცარია ცნობილია მისი მაღალი ხარისხის შოკოლადით და საშუალოდ შვეიცარელი წლიურად 12 კილოგრამ შოკოლადს მოიხმარს. შვეიცარიაში ზაზუნას მარტოყოფნა აკრძალულია. კანონის მიხედვით უნდა გყავდეთ მინიმუმ 2, რადგან ისინი სოციალური ცხოველები არიან და მარტოობისგან იტანჯებიან. აი ესეთია შვეიცარია. და მივედით ჩვენს დანიშნულების ადგილას, წარმოუდგენელი ხედი, ზემოდან გადმომავალი ჩანჩქერი. ეს ადგილი უბრალოდ ზღაპარია. ჩემი რეკომენდაცია ამ ადგილს. ლაუტერბრუნენიდან კიდევ უფრო მაღლა მთის ულამაზეს სოფელ მიურენში სწორედ ამ საბაგიროთ შეგიძლიათ მოხვედრა. ტოვებთ ლაუტერბრუნენს და ნენელა მაღლა ავდივართ. რაც უფრო შორდებით ხეობას, მით უფრო საოცარი ხდება ხედი.
პატარა შვეიცარიული სახლები, კლდეებიდან დაშვებული უზარმაზარი ჩანჩქერები, მყინვარები და ალპების მწვანე ფერდობები. შემდეგ კი ამ პატარა მთის მატარებლით გავაგრძელეთ გზა და სულ რამდენიმე წუთში უკვე მიურენში ვართ. პირველივე წამებიდან ხედის სუნთქვა შეგიკრავთ. წინ ალპების ნამდვილი საოცრება გველოდებით. აქ გავჩერდები და გავაგრძელებ ვიდეოს. და ჩვენი მოგზაურობა გრძელდება. ავიღეთ გეზი შემდეგი სასწაული ადგილისკენ, სეალპსესკენ. გზად მოულოდნელად საოცარი ტბა აღმოვაჩინეთ. ადგილმა იმდენად მოგხიბლა, რომ მანქანა გავაჩერეთ და უბრალოდ დავტკბით ხედით. მზის ჩასვლა კი ყველაფერს კიდევ უფრო ლამაზ ხდიდა. თან არინჯისფერ ელფერში ეხვეოდა და ეს ყველაფერი წყლის ზედაპირზე ირეკლებოდა. ეს იყო მოულოდნელი აღმოჩენა, რომელიც წამში გვექცა და აუწყარ მომენტად. ასეთ ადგილებს შვეიცარიაში ხშირად შეხვდებით და დაგეგმვაც არ გინდათ. შვეიცარიაში ხშირად შეხვდებით უგამყიდველო ჯიხურებს, სადაც ადგილობრივი ფერმერები საკუთარ პროდუქტებს ყიდიან. ბოსტნეული ხილი რძის პროდუქტები, თაფლი და სხვა რამეები. მაგალითად, ეს არის ერთ-ერთი მათგანი, სადაც ფერმერი კვერცხებს და მურაბებს ყიდდა. თანხას აი ამ ყუთში ტოვებ, ან QR კოდით იხდი. ეს სისტემა მთლიანად პატიოსნობაზეა დაფუძნებული. ასეთ პატარა რაღაცებს მართლაც შეუძლია ქვეყანა განსაკუთრებულად აქციოს. საღამოს ჩავახციეთ დანიშნულების ადგილამდე და გავჩერდით სასტუმროში, რომელიც სულ რაღაც 40 წუთის სავალზე იყო სეალპსედან. სასტუმროს ფასი მხოლოდ და მხოლოდ 95 евро იყო, რადგან ავსტრიაში მდებარეობდა, სადაც ფასები გაცილებით დაბალია ვიდრე შვეიცარიაში. ამ მეთოდს ხშირად ვიყენებდით და ვრჩებოდით ახლომდებარე ქვეყნებში, სადაც ფასები შედარებით დავალია. და გათენდა მეორე დღე. გავეშურეთ სეალპსესკენ. დილა საოცრად ლამაზი იყო, 7 გარემო, როგორც ყოველთვის შვეიცარიაში და იდეალური ამინდი ლაშქრობისთვის. მანქანა დავტევეთ ვასერაუენის პარკინგზე, სადაც უკვე არარეალური სილამაზე დაგვდა. მანქანა გავაჩერეთ, რადგან ტბასთან მანქანით მისვლა ფიზიკურად შეუძლებელია, იქამდე მხოლოდ ფეხით, ან ველოსიპედით ასვლა არის შესაძლებელი. ბილიკი თავიდან მარტივია, მაგრამ მალევე მკვეთრი აღმართი იწყება. თუმცა რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო ლამაზი ხდება ხედი. ალპური ველები, პატარა ფერმები, ძროხების ზარების ხმა, მთები, ერთი შეხედვით რთული გზა ნამდვილად ღირს, რადგან ბოლოს ზღაპრულ სეალპსეზე ხვდები. გზას მიახლოებით 2 საათი დასჭირდა, მაგრამ ამად ღირდა. და როგორც იქნა გაის ამოვედი ამ სეალპსეზე, წარწერა აქ იქნება და აი ულამაზესია. ზევით აქვე რესტორანია და მეგი ახლა დრონის კადრებს გაჩვენებთ. ეგ არის.
და ასე დასრულდა ჩვენი საოცარი დღე სიალბზეზე. და გავაშურეთ ლუგანოს ტბისკენ, რომელიც იტალიასთან ახლოს მდებარეობს. გზად კი შევიარეთ მიგროში, რომელიც შვეიცარიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მაღაზიის ქსელია და გაჩვენებთ უბრალოდ რა ფასებია შვეიცარიაში. მაგრამ თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ შვეიცარიაში საშუალო ხელფასი არის 5400 ფრანკი, რაც ლარში 17000 ლარამდეა. ჩვენ შეიძლება ძვირი მოგვეჩვენოს ფასები, მაგრამ მათთვის სრულიად ნორმალური ფასებია. საღამოს უკვე ერთ-ერთ სოფელში გავჩერდით სასტუმროში. სოფლებში ძირითადად უფრო იაფად ნახავთ. სასტუმრო კეთილმოწყობილი იყო და ხედიც ძალიან კარგი ჰქონდა. ასევე პარკირება უფასო იყო, რაც ძალიან იშვიათია შვეიცარიაში. ერთ სიტყვით ძალიან კარგი ადგილია, ლინკი აღწერაში. დილის 8 საათია, ვიმყოფები სოფელ ლინდენჰოფში. ჩემს პირდაპირ არის სასტუმრო, რომელიც სადღაც დაჭდა 70 ფრანკი, რაც ძალიან იაფია შვეიცარიისთვის და ეს არის სასტუმრო. დილით გავედით და ჩვენი პირველი გაჩერება იყო ლანდვასერ ვიადუქტი. შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი რკინიგზის ხიდი. ჩვენი სასტუმროდან აქამდე მხოლოდ 30 წუთის სავალი გზა გვქონდა, ასე რომ ვერ გამოვტოვებდით. ეს ხიდი 1902 წელს აშენდა და დღესაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სანახაობაა. მისი უნიკალურობა იმაშია, რომ ხიდი პირდაპირ კლდეში გათხრილ გვირაბში მთავრდება, რაც მატარებლის გადაადგილებას კიდევ უფრო დრამატულს ხდის. ბევრს ეს ადგილი ჰარი პოტერის ფილმებში ნახულ ხიდს ახსენებს და მართლაც იმავე ჯადოსნური ატმოსფეროთი გამოირჩევა. ხიდის მონახულების შემდეგ კი გზა გავაგრძელეთ და გავიარეთ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი უღელტეხილი ფურკა პასი. ეს ადგილი არა მხოლოდ შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გზაა, არამედ კინემატოგრაფიულადაც ცნობილია. აქ არის გადაღებული ლეგენდარული ჯეიმს ბონდის ფილმის სცენები. გარდა ამისა, ეს მარშრუტი განსაკუთრებით პოპულარულია სპორტული და ძვირადღირებული ავტომობილების მოყვარულებისთვის. ამიტომ გზაზე არაერთ შთამბეჭდავ მანქანას შეხვდებით. თუმცა ამაზე ბევრს აღარ გავაგრძელებ, დანარჩენს ვიდეოში ნახავთ. გზად იქვე შეგიძლიათ მოინახულოთ რონ გლასიერი, შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მყინვარი. აქ არის უნიკალური ყინულის გვირაბი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მყინვარის შიგნით შეიხედოთ. თუმცა, როდესაც ჩვენ იქ მივედით, სამწუხაროდ დაკეტილე დაგვხდა. მიუხედავად ამისა, თავად მყინვარის ხედი მაინც საოცარი იყო და ეს ადგილი ნამდვილად ღირს მოსანახულებლად.
დღეც დასრულდა და სასტუმროს ბევრი ძიების შემდეგ ბოლოს ხელმისაწვდომ ფასად ეს სასტუმრო ვიპოვეთ, რაც შვეიცარიაში მარტივი საქმე ნამდვილად არაა. აი ასე გამოიყურებოდა ჩვენი გაჩერება დღეს და ფასს რაც შეეხება სულ რაღაც 70 евро დაჭდა. ლინკს აღწერაში ნახავთ. შვეიცარიაში, როგორც ყოველთვის, აქაც საოცარი ხედებია. საოცარ ადგილას ღამის გათევის შემდეგ დილით ლუგანოს ტბის ნახვა გქონდა დაგეგმილი. ტბა ამ დროს განსაკუთრებით მშვიდი და მომაჯადოებელია. თავად ნახეთ, როგორი სილამაზე დაგხვდა. ლუგანოს ტბის შემდეგ პირდაპირ იტალიისკენ ავიღეთ გეზი და მიზეზი მხოლოდ პიცა. ნამდვილად ღირ და უგემრიელესი იყო. იმდენად გუშიოდა, რომ სურათების გადაღებაც კი დაგვავიწყდა. პიცით ბედნიერები გზა ვერსაცკად ამისკენ გავაგრძელეთ. დამთან მისვლისას აღმოვაჩინეთ, რომ ის დროებით უმოქმედო იყო, რადგან აქ მალე Red Bull-ის ცოცვის ტურნირი უნდა ჩატარებულიყო. მიუხედავად ამისა, ადგილი მაინც შთამბეჭდავი და ულამაზესი იყო. ჩვენ კი გავეშურეთ ცერმატისკენ. გზად კი გოთარდის გვირაბი გავიარეთ, რომლის სიგრძე 17 კილომეტრია. უბრალოდ წარმოიდგინეთ. რეალურად გზამ წაიღო 15 წუთი, მაგრამ მე ასმა გადავაჩქარებ თქვენთვის ვიდეოს. მანამდე კი საინტერესო ფაქტებს გეტყვით შვეიცარიაზე. შვეიცარია არის საერთაშორისო წითელი ჯვრის დაარსების ადგილი, რომელიც 1863 წელს ჰენრი დიუნანტმა დააარსა. შვეიცარია ცნობილია თავისი ნეიტრალობით. 1815 წლიდან არ ჩართულა არც ერთ ომში. წარმოიდგინეთ უბრალოდ რა მშვიდი და უსაფრთხო ქვეყანაა. საბოლოოდ გვირაბის გავლით ჩავედით ცერმატთან ყველაზე ახლო მდებარე სოფელ ტეშში. ცერმატში მანქანით შესვლა შეუძლებელია, რადგან სოფელში მანქანებით გადაადგილება აკრძალულია. ამიტომ მანქანა დავტოვეთ ტეშში ერთ-ერთ პარკირებაზე და მატარებლით გავაგრძელეთ გზა. მატარებელი რა თქმა უნდა მუშაობს როგორც შვეიცარიული საათი, გადის თავის დროზე და აუცილებლად მოემზადეთ ხალხმრავლობისთვის, რადგან აქ მუდამ უამრავი ტურისტია. 20 წუთიანი მატარებლის გზავრობის შემდეგ ჩავედით ცერმატში. ეს პატარა, მაგრამ საოცრად პოპულარული ალპური სოფელი მართლაც უნიკალურია. აქ მანქანები არ მოძრაობენ, სუფთა ჰაერი და ულამაზესი ხედები კი პირველივე წამიდან გაჯადოებთ. ჩემი აქ ჩამოსვლის თავარი მიზნის შესახებ სულ ცოტა ხანში გეტყვით. მანამდე კი გავისეირნოთ ამ ულამაზეს სოფელში და ვნახოთ, რას გვთავაზობს იგი. პირველი, რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო, იყო მაკდონალდსი, რომელიც ძველებურ და უჩვეულო სტილშია.
თვითონ ცერმატი კი უდაოდ ულამაზესია თავის კოხტა, ლამაზი და ყვავილებით მორთული პატარა სახლებით. მაგრამ ჩემი აქ ჩამოსვლის მთავარი მიზანი კი აი ეს მთა არის, მატერჰორნი. სწორედ მისი ფორმაა აღბეჭდილი შვეიცარულ შოკოლად ტობლერონზე. იგი 4478 მეტრ სიმაღლისაა და შვეიცარიის სიმბოლოა. ეს უნიკალური პიკი შვეიცარიასა და იტალიას შორის მდებარეობს და მთასვლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულად დასაპყრობ მწვერვალად ითვლება, რომელიც ჯერჯერობით ნახევრად ღრუბლებშია. მთაზე ასასვლელად რამდენიმე ვარიანტი არსებობს: საბაგირო, მატარებელი ან უბრალოდ ფეხით. მე ჩემს ბავშვთან ერთად ვიყავი, რაც გზას ართულებს. ამიტომ გადავწყვიტეთ მატარებელი თავს ვიყავით. მატარებელი საკმაოდ დიდ აღმართს გადის, რის გამოც გამოიყენება ციცაბო კლასის რკინიგზა, რომელიც დაკბილული სარკინიგზო ლიანდაგებითაა აღჭურვილი. ეს სისტემა საშუალებას აძლევს მატარებელს იმუშაონ აღმართებზე 45 გრადუსისა და მეტი კუთხით. და როგორც იქნა 30 წუთიანი მგზავრობის შემდეგ ავედით. მაგრამ ღრუბლებმა ისევ მოიმატა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მატერჰორნი ვერ დავინახეთ. იმედგაცრუება ჰქონდა, მაგრამ ბუნებას თავისი გეგმები ჰქონდა. მხოლოდ ცივიქარი და თოვლის პირველი ფანტელები შეგვრჩა სანაცვლოდ. Guys, ეხლა ვიმყოფები 3100 მეტრზე. ეს ჩემს ბაგინე ყიდვარია. წესთ უნდა ყოფილიყო კარგი ამინდი ამინდების მიხედვით, მაგრამ თოვლი მოდის სექტემბერში. ძალიან კარგი. მაგრამ ძალიან ლამაზია მიუხედავად ამისა ყველაფერი. მატერჰორნის საუკეთესო კადრები კი ისევ ცერმატიდან დავიჭირე დრონით, რასაც ახლა ვიგაჩვენებთ. ჩვენი მოგზაურობა კი დასასრულს უახლოვდება. ბოლო გაჩერება კი ქალაქი ბაზელია, რომელიც მდინარე რაინის ნაპირზეა გაშენებული. მისი ქუჩები, ხიდები და ისტორიული შენობები კი უბრალოდ საოცრებაა. ბაზელი შვეიცარიის მესამე ყველაზე დიდი ქალაქია. იგი ცნობილია თავისი აქტიური ქუჩებით, ისტორიული და თანამედროვე არქიტექტურით, საოცარი კათედრალებითა და მუზეუმებით. ბაზელი ცოცხალი ადგილია, სადაც პარკები, გალერეები და კაფეები ერთმანეთს ერწყმის. ქალაქის ცენტრში მუდამ ხალხმრავლობა და ენერგია იგრძნობა. აქვე ბევრი ცნობილი მაღაზიაა, როგორიცაა კარტიე, ჰერმესი, ლუი ვიტონი, ლაკოსტა, როლექს, აპლის მაღაზია და სხვა მრავალი. ბოლოს შევიარეთ კაფე სინამუჩი, სადაც გვინდოდა რომ დაგვეგემონებინა სინაროლები. ავიღეთ ერთი კარამელის და მეორე ფისტაშკის. Hi, excuse me, I want just one this. Yes, and one pistachio, please. Yes. და ალბათ ჩემი სახით მიხვდებოდით, რომ უგემრიელესი იყო ფისტაშკის როლი. ჩემი რეკომენდაცია ამ ადგილს. ეს იყო ჩვენი თავგადასავალი შვეიცარიაში. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად და მომავალ შეხვედრამდე. Bye bye.